სანამ ჩვენ ხალხო ის ქენით მოვედით აგერ გამოიყვანეს მანქანა we need bolts You don't have a bolt, 2 bolts. It's missing. ერთი ყუთი SES-ისგან აქეთ მეორე ყუთი და აქ მთავარი ბობოლა მესამე ყუთი აქ ეს არის მთავარი გამარჯობათ ხალხო, მე და გიო ვართ. ამდენი ხანი იმიტომ ვარდობდი მანქანის პროექტის ვიდეოს, რომ ნუ ვინ სტრიმებს უყურებთ, სტრიმებიდან გეცოდინებათ, რომ გაფუჭდა იმის გამო რომ ტოკარმა ვერ გაგვიკეთა კარგად და ცუდად გააკეთა ძალიან. ნუ არც ირთვებოდა ნორმალურად და ნუ მოკლედ 1000 პრობლემა რა. ეხლა დაემატა ისიც, რომ ხმა აქვს რაღაც, როგორც აი სტუქს, მსგავსი ხმა აქვს, ოღონდ კაროკიდან მოდის, რაღაც პერვიჩნის ხმა არისო მითხრეს. ხო და გაჩერებული მიყავს მანქანა 1-3 დღეა რა. გუშინ ამდენი ხნის განმავლობაში მოკლედ ვეძებდით ქარხნულ მანუალს, რომ ქარხნულად მექანიკა გვეყიდა და ქარხნული მექანიკა დაგვეყენებინა მანქანაზე. ხო და გუშინ ბუბუმ დამირეკა რომ ერთ პირს ჩამოყვანილიო, ხო არ დაურეკოთო რაღაცა აქეთ-იქით, მე ველაპარაკეო და მაქსო მითხავ და შენც გადაურეკე და გუშინღა მე ველაპარაკე მოკლედ ამ ბიჭს, დღეს დაგვიბარა, ეხა ბუბუს გავულით, დავაწობით ისნისკენ და ნახოთ რა იმედი има გადმოკეთებული კარავკარ არის, მანქანას ჩამოყვა ჩვეულებრივ, ანუ დაშლილი ყავთ და იმ მანქანაზე აყენია და დიდი იმედი მაქვს, რომ იდეალური იქნება რა და საბოლოო ჯამში გავმართავთ კარგად და ლამაზად ყველაფერს აბსოლუტურად. მოვედით თემქაში. ეხლა განახებთ ბუბუს სახელოსნოს გარედან კი გაგვინახე ვიდეოებში, მაგრამ მაინც და მერე განახებთ იუთუბერს. თაგერ ავტოიმპულსი ხალხო. აქ არის ბუბუს სახელოსნო და შეგიძლიათ ნუ სულ BMW-ები რადგან კი მიხვდებით, რომ ეს სახელოსნო არის რა. პოლიციის დიახ, პოლიციის გადასწრული არის ზუსტად რა. რომ შევეგებოთ იუთუბერს. ბუბუ ორი სიტყვით რო უთხრა რა. ჩენელთან შესახებ მითხრა რომ მინდა რომ ილაპარაკო. რაზე? ჩენელზე. ჩენელზე? დიახ. ბიჭო, ძალიან აში უკვე წერია ხალხო რომ იცოდეთ და დანარჩენს ბუბუ იბაზრებს. ხო რა, ნუ ისე სწრაფად ავედით 1000 გამომწერზე. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო შენც ასევე ჩემო ძმაო, გვერდში დგომისთვის. პროსტო ისე მალე ავედით, რომ გადაღებაც კი ძლივს მოვასწარით ვიდეოსი რა. დღეს დაიდება. მაგრამ ეს ვიდეო როდის დაიდება არ ვიცი. ეს ვიდეო დაიდება რამოდენიმე დღეში. ხო, ანუ დღეს ვდებთ ჩვენ დანაპირებ ვიდეოს რა. დამონტაჟი და ყველაფერი, მაგრამ არის და ძალიან ბევრი ვიშრომეთ და ძალიან ბევრი ვიწვარეთ მაგ ვიდეოს. ანუ ეს ვიდეო რო დაიდება ბუბუსთან არხზე უკვე ის ვიდეო დევს, ესე იგი. თქვენ ახლა გადადით და ვისაც მანქანის კონტენტი გევასებათ და გაინტერესებთ, უცბად 10000 გამომწერზე ავიყვანოთ. აი 10000-დან მე უკვე იმენა გზა ხსნილია რა. მე შეგიძლია შებერო რა ჩვეულებრივად. ხო რა იასი. თემა რა არის, იცი? უკვე 4 ვლოგი გადაღებული გვაქვს რა, იქნება. ხო არ გადაობ. ხო, შენ ძმობას ვიცავარ, იქნება, ანუ ეგრე, ანუ მანქანის ზოგადად განხილვა, იქნება ვლოგებიც, იქნება ჩვენ პროექტებზე უშუალოდ ჩვენი სერვისიდან, რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ და აი მრავალფეროვნება იქნება, ხო ხვდები რა, რაღაც ერთი მიმართულება არ იქნება. აი ხო აი რაღაცა დრაგისტვის ვემზადებ. არა, აი ბანის ვიდეოებიც კი გადაღებული გვაქვს. აი ძალიან ბევრი საინტერესო და ძალიან მაგარი ხარისხის და ძალიან მაგარი ვიდეოები ელოდება ჩვენ მაყურებელს რა. ესე იგი, ხალხო, იზღა დაგვრჩენია რომ გადახვიდეთ, გამოიწეროთ და დანარჩენს ყველაფერს კი ნახავთ ბუბუსთან რა. მეც რო დაიდება ხოლმე ვიდეო სტრიმზე ვუყურებ და გაჩვენებთ, მაგრამ მაგამდე აღწერაში იქნება უცბად ახლა დაასტოპეთ, გადადით, გამოიწერეთ და გადმოდით უკან და ჩვენ მაგამდე ვაზისუბანში გავალთ. ესე იგი, ხალხო, მოვედით. არ ვიცით როგორ მდგომარეობაშია ეს გადაცემათა კოლოფი, მაგრამ ცუდი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ კარგი მანქანაა რა ვნახეთ რას აქვს ჩამოყოლილი და ნუ მოკლედ რა. გადაღებით აღარ გადავიღე, იმიტომ რომ კითხე ამ კაცს და ნუ არ გვინდაო და შესაბამისად არ გადავიღე. კი გაჩვენებთ რა იქნება. ეს M3-ია დაშლილი რა. ხო და დარწმუნებული ვარ ხა ვიდეოში ბევრმა უნდა მკითხოთ სად იყიდება, როგორ იყიდება და რაღაცეები და ანუ
არ უნდა ამ ადამიანს ხო ხვდებით მაგის თქმა და რაღაცეები და თანაჩენს თქვენით გაარკვევთ რა თუ გინდათ გარკვევოს სად ნახოთ როგორ ნახოთ მე ვერ გეტყვით მაგას მოკლედ ეხლა შევალთ ჩავაწყობთ კარობკას ისიც ძრავი ზაშიტნიკის დავითრიე ჩავაწყობთ რაღაცეებს და დავაწვევით რა თავარია რომ კარობკა ვიყიდეთ 2500 ლარად სპონსორი აღარ ყავს რო იცოდეთ მაინც და ყველანაირ შემოთავაზებას მივიღებ რაც მანქანას ეხება რა თქმა უნდა ბურბუშელას ვერ გაგირეკვა ყველანაირ შემოთავაზებას მივიღებ რომ პროექტს დავეხმაროთ ყველანაირად ესე იგი რაც შეეხება კარობკას ეს მანქანა იყო ჩაძირული ჩამოსული რა ჩაძირული თან კრილოს ზემოთ კარობკა ხა ბუბუმას თქვა რომ კარობკაში ეგრე წყალი შესული არ იქნებაო და არ ვფიქრობთ რომ იქნება რაც შეეხება ხმა ბუბუ ეს კარობკა არაფერს არ შეცვლის ხმა რაც აქვს ხმა არის გასარკვევი ის გამოც გააჩერე მანქანა რა ვეკუში ეგ თუ არ დაიშალა ზუსტად ვერ გავიგებთ ანუ რა მდგომარეობა და რის გამო აქ ეგ ხმა რა კარობკა მაგ ხმას ვერ გამოიწვევს უეჭველი ან შეიძლება იყოს ცეპლენია ან შეიძლება იყოს ფერადო ან შეიძლება იყოს ვიჟიმნოი და სანამ არ დავშვი ზუსტად ვერ გავიგებთ მაგრამ თემა ისაა რომ კარობკა უეჭველი მჭირდებოდა ქართული მექანიკა და ეს უეჭველი წამოსაღები იყო თან ძალიან მაგარ ფაში ვიშოვეთ რა ერთ სიტყვით და ყველაფერი შეიძლება წამოვიდეთ და დავშლით შენ მანქანას ყვალდილიდან დავიწყებთ ჩამოვიღებთ კარობკას და გამოჩნდება ყველაფერი საგანგაშო არაფერი აღარაა რა აი მთავარია კარობკა გვაქვს რა მეტი რა უნდა იყოს მაგრამ ეგ მანქანა ვერ ავაწყოთ და ყველაზე მეტი გული რაზეც ვწევოდა მე ეგ მანქანა რომ გავამექანიკე იყო რომ კარობკა გადაკეთდა რა და მინდოდა და მაგას გადაკეთდა კი არ ცუდად გადაკეთდა ხო და თან სულ მაგას გეუბნებოდი რომ ბარე მოდი მექანიკა და ახლა ძმაო რა მოკლედ ეს ვიდეო თან მოესწრება ხალხო იმასაც რომ 7-ში დღეს არის 5 რიცხვი 7-ში ჩამომდის მთელი კულისა და აბსოლუტურად ყველაფერი ქარხნული SES ტუნინგიდან გამოწერილი OM დეტალები მაქვს ჩამოსული თან ამ ვიდეოშივე გაჩვენებთ CSL-ის კარბონის აირბოქსი ჩამომივიდა ვანუსების სრული კომპლექტი ჩამომივიდა სასერვისო და ნუ მოკლედ ბევრი რამე უნდა ნახოთ რა ყველაფერს ამ ვიდეოში ვერ ჩავტევ მაგრამ გაჩვენებთ იმ დეტალებს რაც ჩამომივიდა გაჩვენებთ იმასაც რომ როგორ დაყენდება ეგ ყველაფერი გაჩვენებთ როგორ გაიმართება კარობკა მე დარწმუნებული ვარ რომ ქარხნული და გადაკეთებული საერთოდ სხვადასხვა არის და ვაფშე სხვადასხვანაირად მუშაობს რა და სხვა იქნება საერთოდ ეს ქარხნული მექანიკა რა და ძალიან გამისწორდება და ისიც ძალიან გამისწორდა სხვათა შორის ის მექანიკაც უბრალოდ ერთადერთი ისა რომ აი ხან იმაში რო ჩავარდება ხან იმაში არაა რა სასიამოვნო რაღაცა იმას ხლის რა ჯერისაც ხო რა იმიტომ რომ რო გინდა რომ კაი მანქანა გყავდეს ხო ხვდები რა ხო და მოკლედ გადავალთ ახლა ბუბუსკენ დღეს გადასაღები თუ რამე იქნება კიდე გაჩვენებთ ყველაფერს თუ არ და ეტაპობრივად ყველაფერს ნახოთ მანქანამდე ბუბუს არხი გამოიწერეთ უეჭველი აღწერა შეიქნება და თალში შევბერავთ ჩვენ სანამ გადავალთ გაკეთების პროცესზე ახლა გიოს მანქანას განახებთ და გიოს მანქანის Cold Stars განახებთ რომელმაც შეცვალა დაუნფაიფები და არის გაზიზინებული რაც შეეხება ჩემ მანქანას გიოს ველაპარაკე გიომ ამ კვირის შუა რიცხვებშიო მეცლებაო შუა დღეებშიო მეცლებაო და კაკრას მაგროს ჩამოდის შიფტერები და რაღაცეები ორიგინალი რაც გამოწერილი მაქვს ყველაფერი მაგასაც გაჩვენებთ და შესაბამისად ცოტა კი გაიწელება ვიდეოს დადება მაგრამ ღირს რა იმიტომ ღირს რომ ჯობს ბარემ გიოსთან დავიწყოთ იმიტომ რომ ბუბუსთან რო ეხა კარობკა შევცვალოთ მე გიოსთან უნდა წავიყონოთ გიოსთან ვანუსები უნდა დავასერვისოთ და ნუ მოკლედ რა ძალიან ბევრი ტარება მოუწევს მანქანას თან ევაკუატორით ხო და ბარემ ევაკუატორით გიომდე ჩავიყვან და ეგაა რა დაიწყებს გიო ეხა განახებთ Cold Stars გიოს მანქანის ატმოსფერო შეიქნა ბიჭო რა კაი ხმა ნო ძალიან კაია არა ვაფშე შეუცვალა ხმა ანუ ის რაღაც C63-ის მსგავსი ხმა რო უნდა კონდე რაღაც მიმსგავსებული ძალიან კაია არა მოგვიწევს რომ გავიაროთ იმიტომ რომ ჩემი მანქანა ევაკუატორით რო უნდა წავიდეთ ამით წავყვეთ და გზაში ვანახოთ როგორ დადის გიოს მანქანა და გიოს უღარია ეგეთი რაღაცა მოიც ჩავაჭირო აბა ცოტა აბა რო ტირატო არადის 15-ზე ლიმიტარი 15-ზე რატო არა ადგილზე უყენია ლიმიტი გავიარე
წამა გავიაროთ. მოდი, ჯერ ცოტა ოდნავ გახურდეს. თორე ხმაც არ ხო, თორე არ შეიძლება აგი. ამბოვი. ხმა შემოდის, ხო ნედა? აბა ნახე მან როგორ ანათებს. ხო შემოაქვს ხმა. ანუ შეგხო არა აქ ამას. ეს ბრეიქ რატო აწერია? ეს ხო არ დაგვირეს ეტაპია. კიდე არ დამერეს ეტაპია ეს შორტს. და ამის გამო შეცვალა ხალხო რო იცოდეთ რა. დაშვებული გაქვს მარცხენა წინა საბურავ. ვიცი ხო, მაგრამ გუშინაც ვიარე და არა. წყალი ისე მალე რანაირად ავიდა ამდაზე. სპორტში დაგვირე. და მალე ახურებს? ვა, რა კაია? ეგ მაგრა დასწორებს. ინსტა 360-ის ჯოხსაც ვიყიდი ხალხო რა, რომ მოვხოდავთ ჩემსას და აი ძმა ინსტა 360-ის ჯოხია კი უკანასიდენია სექტია. როჭი. ხო და ჯოხსაც და მე გარეკადრებსაც განახებთ ნორმალურად და მინდა რომ ეს სერვისები და რაღაცეები რომ მორჩება ვიყიდოთ ბარემ ის რა. რა ქვია? ვიყიდოთ კი არა, გადავიღოთ გარედან ძალიან ლამაზი ვიდეო რა. მოусმინოთ სიმფონიას? რა кайხ მაგ ბიჭო. ბიჭო, რო გახურდება მე ექნება ბარბლი. ხო. სავარაუდოდ, ხო? არა, თბილი რო არა გაკეთებს გასროლას. არ გააკეთებს, არ გააკეთებს. ეხა გახურებულია უკვე, ეხა ის. მაგრამ ძალიან უხეშია. ნახეთ თვითონ შვება მაგას. ეს უხეშ გადმორთვებს. იმიტომ რომ სპორტული უსჭირო. ხო, რომ მაღალი აბაროტი დაიტოვოს. მაგრამ მე ვეუბნები ეს ხო მანქანა მოდიხარ. უნდა ნახოთ როგორ შეიხივით ის. აი, ბიჭო, რა გინდა. ისეთი ხმა არ ქონია ამ მანქანას. ვაფშე სხვა ხმა ქონდა. მოკლედ აი ვისაც ყავთ ეს ტორბინიანი მანქანები, დაუნფაიფი ძალიან ბევრს ცვლის რა. დაუნფაიფთან ერთად კიდე ცვლის ეს ბაჩოკი ის არ გატრუბოთ. სისულელია ხალხო, უსაზიზღრესი ხმა იქნება, შეგაწუხებთ ძალიან. კიდე ცვლის ეს X5 და რაღაცეები რა. ეგეთი რაღაცეები ცვლის მოკლედ მანქანის ხმებს რა. და კოლექტორია კიდე ძალიან მნიშვნელოვანი. კატებით თუ არის ეს. ეს კატებით იქნება. კატალიზატორია. ეს ტრუბა რო იყოს ბევრად დიდი ხმა იქნება. მოიცადა ერთად. კატები დაუნფაიფის იქითა აქ? ხო, ხო. დაბლა აქ. ნუ კატალიზატორიან დაუნფაიფია რა მოკლედ. დაუნფაიფი არის კატალიზატორიანი? კი. კატალიზატორის სისტემა. ჩეკს მაგით ვარანტებს რა. კარგი და ბენზინზე რას გვეთყვი? თუ დაგვასპონსორონ და მე ჩააწყალ. ბენზინზე კი არ დავასახელებ რომელსაც. მოკლედ სანამ გიოს მანქანით ასაუბრთ, გეტყვით რომ თუ გამოჩნდება კომპანია, რომელიც დაინტერესდება პროექტის და სპონსორებაზე, მეილი მითითებული იქნება და ამონაცდება კიდეც აქ და შეგიძლიათ შემეხმიანოთ, ყველანაირად ვეცდები რომ რა ვიცი, გავიაროთ დეტალები, რა შეგვიძლია, როგორ შეგვიძლია და რა შეგვიძლია გავაკეთოთ პროექტის მსვლელობის დროს. პროექტის ვიდეოები კიდე დარჩენილი არის. გამარჯობათ ხალხო, დღე ნომერი 100. აღარ მახსოვს მართლა რომელი დღე არის რა. დააგვიანა ცოტა ყველაფერმა საერთოდ, მაგრამ სამაგერო დაგერთ ჩემს უკან ყუთებს ხედავთ და ეხლა განახებთ რა ხდება შავ ყუთში. ესე იგი, SES ტუნინგისგან საჩუქრები, ვანუსების სრული კომპლექტი, რომელსაც ჩასაფენები მოყვება რაღაცეები, რომ არ გაფუჭებულიყო გზაში და ამას სახლში ვერ გაჩვენებთ. და ყველაზე სექსუალური რაღაც თუ რამე არსებობს. ამასაც გიოსთან რო ჩავალთ Turner Motorsport-ის CSL-ის კარბონის Airbox, რომელიც გამოგვიგზავნა, რა თქმა უნდა, საჩუქრად SES ტუნინგმა, ხო და ესე იგი. უყურეთ რა ხდება. კაგრას ევაკუატორიდან დამირეკეს, ესე იგი, CSL-ის კარბონის Airbox-ი გამოგვიგზავნეს ვანუსების სრული სასერვისო კიტი, და მოვიწყდა ვაფშე ჩვენება. გავტეხე ეს პატკლინიკი გურიაში რო ვიყავი
და ისევ ორიგინალი გამოვიწერე ეს პატლინკი, ორიგინალს განსხვავება ისაა, რომ M3 აწერია და თან ნუ M3 სხვანაირი აქვს ისედაც, მაგრამ არა ორიგინალს არც აწერია. ხო და კიდე რა გვაქვს? სასერვისო კიტის გარდა გვიდევს აქ სულ დამავიწყდა მექანიკისთვის, ოღონდ ეს ცალკე გამოვიწერე SES-დან, მექანიკისთვის გამოვიწერე სრული შიფტერის აბსოლუტურად ყველაფერი ორიგინალი დეტალი. რაც კარობკაზე დგება, მაქედან დაწყებული, ზედა მხარით დამთავრებული, ყველაფერი ორიგინალი გამოვიწერე აბსოლუტურად. და ყველაფერი გვიდევს აქ. ესე იგი, ეხლა რა უნდა მოგიყვეთ? ვიყიდე კარობკა, მექანიკა, რომელიც არის ჩაძირული E46-ის M3-დან მოხსნილი. გუშინ ჩავიტანეთ გიოსთან და გადმოვიდა კარობკიდან წყალი. გიო მითხრა რომ ანუ არაფერი არ არისო, რაღაც დაჟანგებული თუ არა ანამეო, მაგრამ ზეთში არ არის და დაჟანგებული ვერ იქნება. უნდა ჩავასხათ ზეთი, გამოვრეცხოთ და ვნახოთ რამე ხუარჭერს. რავი, არაფერი არ უნდა ჭირდეს წესით, საერთოდ და იმედი მაქვს რომ გაკეთდება რა. მოკლედ 2500 ლარი მივეცი კარობკაში, რომ ქარხნული კარობკა გვეყიდა და დანარჩენს უკვე ვიდეოში ეტაპობრივად ნახავთ. ეხლა მყავს გამოძახებული ევაკუატორი, იმიტომ შევცვალე კარობკა, მაგასაც გეტყვით, რომ კარობკა მაიკიდა ხმა, რაღაც მეორედან მესამეში გადავიტანე და რაღაც თითქოს ხმა იყო, რაღაც ხმა იყო, აი იარაღის გასროლის ოღონდ ძალიან დაბალ ხმაზე და მაგის მერე ცეპლანიას რო ვაწყვები, ხმა ჩუმდება თუ არა და აი სტუქს როგორი ხმაც აქვს, ეგეთი მოდის კარობკიდან. დანარჩენს უკვე ვიდეოში ნახოთ. კი გამეწელა ძალიან საუბარი, მაგრამ ხომ უნდა მომეყოლა რა ხდება და რაც გაჩვენებთ დღეს. დღეს გაჩვენებთ ამ ყველაფერს. ვანუსების სერვის დღეს რა თქმა უნდა ვერ მოვასწრებთ. დღეს ჩვენი მიზანია რომ კარობკა მივაყენოთ, გამორეცხილი და გავიაროთ, ნახოთ და CSL-ის კარბონის აირბოქსი და ეს ყველაფერი გველოდება წინ უკვე. ამ ყველაფერს ნახავთ სავარაუდოდ ორ ვიდეოში, რომელიმე სავარაუდოდ CSL-ის აირბოქსი და კარობკას ნახავთ ერთ ვიდეოში და ვანუსების სერვისს ნახავთ შემდეგ ვიდეოში. და უდიდესი მადლობა მინდა მოუხადო კონკრეტულად ირაკლის და Drive Motors. თინას მანქანას Drive Motors-ში შევღებე. ეხლა დასრული არის და მაგიტო არ გაჩვენებთ რა, Drive Motors-ის ლოგო აქ ამონათდება, მისამართები აღწერაში იქნება. როგორც M3 იყო, ხო იცით, აი გაზიზინებული ცენტრიდან გამოყვანილი შეღებილი ნაჭრებად შეიღება და დანარჩენს თქვენ ნახავთ როგორი გამოვიდა უკვე, აი ულამაზესია და ირაკლის უდიდესი მადლობა და ბიჭებს იქ ვინც მუშაობენ, პროფესიონალები არიან და თავის საქმე იციან, იმიტომ რომ ესე კარგად შეღებილი მე არ ვიცი. კმაყოფილი ვიყავი ძალიან ადრე რო ეკლასში შევღებე, ძალიან კარგად იყო და CH არის, ესეც ისეთი თან ისეთი ფერი არის, ძისფერი რომ ძალიან რთულია რა ესეთი მანქანის ფერზე დასმა. იდეალურადაა ყველაფერი თქვენი თვალითაც ნახავთ, გავრეცხავ და ამ ვიდეოშივე გაჩვენებთ. ეგ ჩავისვი ხალხო ნიკუშა და ვაგრძელებთ გზას უკვე ყავებით ხელში. ნიკუშ მისო ხალხს. ბაიო. ჟალახай ღრუტა. სპონსორი აღარ ყავს, რომ იცოდეთ, ხოდამ შეგიძლიათ შემოგხმიანოთ მეილზე. ყველანაირ შემოთავაზებასთან დაკავშირებით გავისაუბრებთ, ნუ რა თქმა უნდა, პრეზერვატივების კომპანიებს და Always Ultra-ებს და რაღაცებს ვერ გავარეკლამებთ. სანამ ჩვენ ხალხო ისქენით მოვედით, აგერ გამოიყვანეს მანქანა, ჩვენ ახლა შევალთ შელში, ზეთ წავიღებთ ჩემი პატარა ბიჭო, როგორ ევაკუატორზე და ჩაჭკარი. ჩავალთ ახლა მუროსთან, გამოვართმევთ კარობკის ზეთს და დავაწვევით სულავასთან. უნდა ვიჩქაროთ ცოტა. დავადით. მოვიტანე ზეთები და დავაწექით, იმიტომ რომ გველოდება ევაკუატორი, მე ვგზავა, არ ვიცი, არც რუკა არ მაქვს. ესეთი ამბავი გვაქვს. წავედით, დავაწექით ახლა და სულავასგან ჩაგერთვებით უკვე დროებით. ესე იგი, თითქმის ჩამოვედით, აგერ გიოსთან ვართ. მანქანაც ევაკუატორიც უკან მოყვება. ხოდამ ბევრი საინტერესო რაღაცეები გელოდებათ რა. და ჩემი გამოცდილებიდანაც რაღაცეებს გაიგებთ, რადგან ჩაძირული მანქანიდან არის ეს და შიგნით იყო წყალი და ზეთი. გამორეცხვის პროცესს განახებთ, ყველაფერს გაჩვენებთ, როგორი მუშაობს მაგას გაჩვენებთ, ნახოთ რა იქნება რა. კარობკაც არ მიჩვენებია და გიოსთან მაგ დატოვებული და კარობკაცაც გაჩვენებთ. ბევრი რამე არის საჩვენებელის და ბევრი რამე არის გადასაღების და ყველაფერს აბსოლუტურად ნახავთ ნელ-ნელა ეტაპობრივად. სავარაუდოდ დღეს კარობკა უნდა მივაყენოთ და CSL-ის აირბოქსი და შემდეგი სერია უკვე იქნება ვანუსების სერვისის და მანქანის სრული სერვისი დასრულდებანული იქნება უკვე ძრაუს გარბენი.
ესე იგი. მოვიდით გიოსთან და დანარჩენს კი აქ გავაგრძელებთ ყველაფერს რა. მოვიდა ჩემი პატარა. ბიჭო, სულ ევაკუატორზე შეიძლება იდოს. შენს მომს ვიზორ ევაკუატორით უფრო მეტია გავლილი ვიდრე ის. YouTubers რო გადავუღოთ რა, YouTuber კაც ნამდვილს. არის YouTuber კაც ნამდვილს. გიოს ვეუბნებოდი რომ ჩვენი მხრიდან გადავიღოთ როგორ შემოყავს მორიგ ჯერზე გაფუჭებული მანქანა. რა მოგივიდათ გეთაყვა? მექანიკა? აბა? და მექანიკა არის. რამიშოლო ხო მექანიკაა ეხა. და მექანიკა კარუკა გაფუჭდა? რა უქენი? არაფერი ამით მეორედან მესამეში გადავიდან ჩვეულებრივ და პოსტა რაღაც გამოარტყი? საბარაუდოდ, არა, არ საბარაუდოდ მე ესე რომ შიგნით შარიკები რაც შევყენეთ, აი იმ შარიკებში რაღაცა გავარდა რა. ის ხო ცუდად გახვიდა ტოკა. და საბარაუდოდ გავარდა რაღაც. მე უყურე ვიდეოს და მან მაქედან ვიცი ისე კი არ ვინახია ბექა. ეს რა მიკროფონია? შენი მიკროფონი რა არის ესა? DJI. DJI რაღაც ჩინური გამოშვება DJI აქვს და მებლატავება შენ მიკროფონი ჯობიაო რა. და ძიძა როგორ ფიფტიზე. კარჩი ვიყვანოთ 30000 გამომწერზე ხალხო. ამას ესეთი ჯობია, პირობა აი, გქონდა ამას რა, ჯობია. 30000 გამომწერზე ვიწყებდით. აი მას როგორ ჯობია, გაიგებ მიიკრა, საწავიდეთ მიიკრა, თვითონ მიიკრა. სამაგაზე მიიკრა. აი რა მიაკრავ ესე. ლევანა გააგიჟა. ლევანა იმენა გააგიჟა. აგი YouTube-ი მაქვს თუ ვერ გავიგე სერვისი? სერვისი. კარჩი გიო ავიყვანოთ 30000 გამომწერზე ხალხო. ასე რა შეიქნება გიოს ლინკი და ლევანის ინსტაგრამი. ლევანი მე ვარ. ლევანი ცინცა. აგერ ძმა ვაი შეხედე? სტიკერები არ ვნახებია ძმას. აიცა. მიაკრავ ესე. მე რა შეგიძლია აი რა სტიკერი მივაკრა, აბა? შენ მაგალითად სულ გაღიმებული ხარ ხოლმე და გაღიმებული ვარ. შავი სტიკერი. აი ეს პირველი. ესა? აჰა, გავაკრა. მოიცა, არა. მან არ მიაკრა. იმაზე ხო, აი ეგრე. მან მიაკრას? კი. თავის ფორმა. თავის აი, რას ლაპარაკობ? ადაო. მიკროფონი დადეს. შემიძლია აქ მივაკრა. თან ვერავინ ვერ მიხვდება რომ მიკროფონი და. ხო. შემიძლია აქეთ მივაკრა. არა, კარგია. ესე იგი, თქვენს განახებთ ახლა და ცინცასაც ვანახებ ხმას. ავი, თუ აქვს ცინცას ნანახი ესეთი ხმა კარავკაზე კი მიხვდება რა. აგერ შენი დაკოკე, აგერ მიკროფონი. ცეპლენიას არ დააწვებირიქით, აუში. დააჭირე ხა ცეპლენიას? მე კაროკის ხელოსანი არა ვარ, ჩემო ძმა. მაგრამ ხმა ცეპლენია თიშავს რაღაცას. აშკარად ცეპლენიასთან კავშირი გვაქვს. იმიტომ რომ აღარ არის ხმა. ცეპლენიას როგორც კი ვაწვობით ხმა აღარ არის. არის, აშკარად რაღაცა არის. ფაქტია. იმენა ცეპლენიასთან რაღაცა ხდება. ვიჟიმნოი. შეიძლება. კი. ბიჭო, თან აი თითქოს აი რაღაცა ხო ტრიალებს და უთავს მაგდროს ხო რა. ხო და არ ვიცი, საინტერესოა რა იქნება რა. ეს ის რემენი რამე დამჭიმი? ეს ციუზე იმაშობა, რემენია რა, ხო. დააჭირე? ხო, აი როგორი ხმა აქ იცი? დილით რო იღვიძებ, ხო იცი და სადღაც ერთი სამი ქუჩის მერე რო პერფორატორით რო კორპუსში რო შედებლობაა, ხო იცი? მე გეტყვი როგორი ხმა აქ. ხმა რო გავიგე გული გავისკდა. მე გიცრავ ის კვადიშო. და სუდად გადავაჭირე დააჭირე და ელიას დააჭირე გაჩუმდა და აх, ჩემი კაი. არა მანქანა. ეს ინტერიერი არის ეპიკური რა. რავი, გიომ სანამ არ ნახავს, სანამ არ ჩამოხსნი და შიგნით არ შევიხედავთ, მაგრამ ვერ მიხვდები რა არის, შანსია რა. რო გაიხსნება, კი ნახავთ ყველაფერს დეტალურად რა. წავედით. გადავღერ პროდიუსერთან ერთად ორი იუთუბერის და გადავღერთ როგორ. გიო, რას აკეთებ? არა, იგრე არ უნდა მეკითხა. გიო. თუ შეიძლება რა, შევეშვათ კამერა გატიში რა ძმაო რა ნუ უღებ. აი, გამორთი არ უღებენ. პროდიუსერმა არ გადაიღო რა. ეს რა ხდება, ბიჭო? გაიხედე.
აუ რა ქარი და დაწვიმა, რა ხდება ეს? სასწაულია, ძალიან ცივა. ჩემ კაროვკას, კაროვკა არ გუჩვენებია. არ გიჩვენებია. მოკლედ. ეს არის ჩვენი ქარხნული მექანიკა ხალხო. უყურეთ ახლა რა ხდება. ეს არის ის ორი ადგილი, რაც აქ მექანიკას დავასკოვი გახრეტილი. ჩვენ ეს ადგილები გავხრიტეთ, კარგად რო გახრიტა იმ ადამიანმა. მოყვა ელასტიური და მოყვა პატკარობაჩნები. აი ეს უნდა გამოირეცხოს, გაიწმინდოს. მე ზეთი ჩავასხათ ერთი პარტია გამოუშვათ და მე დავაყენოთ ისევ. ნახოთ როგორ იმუშავებს, რა იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ეხლა ავწევთ მანქანას და დაიწყება დაშლა. კრაივი. აბა გამიფუჭა ცოცხი არ არის. ცოცხი. რაფი აბა. პანჯრების სად. ამის საქმე არის მარტო ისკით ახალი ჩამოადექი. მოუტანე. აი კაროვკას რო გააკეთებს, აი ეს გვაქვალი. ნახეთ. ახალი. აი ეს რიდით წვიდავს. ხაზა. წვიდა და გამიფუჭა. ხედავთ რამდენი იუთუბერი შევიკრიბეთ ხალხო? წინსა მეფესავით, პროდიუსერი ის მეფესავით. ვაკვირდები აქ რა ხდება რა. იქ11 ბენზინი არ დაიქცეს. რა გამოჩნდეს და რა არა. კაროჩი. ავწიეთ და ნელ-ნელა დაიწყება დაშლის პროცესი. მე გამოურეცხავთ, გადაურეცხავთ რაღაცა აქეთქი და დაშლის პროცესს ნახავთ. და ამინდი არის გენიალური. ამინდი არის ისეთი, რომ ზამთარში არ ყოფილა. სეტყვაც წამოვიდა, მზეც იყო, წვიმა, თოვლი, რავი და -2 გრადუსია კიდე. -2 გრადუსია სვეჩი. დღეს არის 11 აპრილი, 10 აპრილი თუ 11 აპრილი. 10 აპრილია და გარეთ სეტყვა წამოვიდა, გადაიღო. ქარია ისეთი რომ მიაქვს ყველაფერი და კაროჩი რავი რატო აირია ესე ამინდები და ერთი კვირა ესეა. იმიტომ რომ სოროქშესტის ემი გაფუჭდა. აი და ცაცკი ტირის. მონები. ზომ კაროვკას გადავღა. მოდი 13-იანად მოვშვი. YouTuber. აი, კიდე თავის მიკროფონით მებლატავება. შეხედე ჩემი სმაილი, აი ნახე, რამხელა ჯადო უკეთია, შეხედე და ჩემი ნახე. არ მომწონს ეს სმაილი, სხვა სმაილის დავუყენებ. აი, იგი როგორ ხასიათზეა ისეთი აქ. всё. კი ბატონო. ამდენი ხანი ვიდეო, იმიტომ არ დავდე რომ ძაღლები მე მელოდებოდა. შენ გაჩურდი. ძაღლები ყავდა ცუდად, ცუდი ვირუსი აიკიდეს და მაგათ ყურნალობდი. მერე კიდე სამსახურში აი საგიჟეთი მაქვს. კატასტროფა ხდება ჩემს სამსახურში და ვცდილობ ეს ყველაფერი დავალაგო რომ მოვიცალო ვიდეოები. აქ ვაკუუმები უნდა ჩავხსნათ და მთელი ამბები რა. ჩემი ხო ნავაროჩენი ვიხლოპი არის და ვაკუუმები და მთელი ამბები აქვს და ბატონი იუთუბერი როგორ მოძრაობს შეხედეთ უბრალოდ მეფესავით არის დადისთან იღებს მეორე იუთუბერს უღებს ის ისაშია ერთ-ერთმა იუთუბერმა ხელი იტკინა ჩავიყოლე დაშლის პროცესი მოკლედ ამას ნახავთ გიოსთანაც და ჩემთანაც რა რო იცოდეთ ხო და ეხლა შემოვიტან რაღაცეებს ჩემთან შენ ვიდეოს რა უნდა შემოვიტან რაღაცეებს SES ტუნინგის რაც გამოგვიგზავნეს Airbox One-უსების კომპლექტს რაღაცეებს და ყველაფერს გაჩვენებთ რა გამოგვიგზავნეს და რა გვაქვს იმისთვის რომ მანქანა ავაწყოთ SES ტუნინგს ძალიან დიდი მადლობა ამონათდება აღწერაში ვინც არის ის საიტის ლინკიც იქნება პრომოკოდი სამწუხაროდ არ კეთდება მაგ საიტზე იმის გამო არ კეთდება რომ არავის არ აქვს და ეგეთი რამე არ ხდება მაგრამ იცოდეთ რომ ორიგინალი დეტალები და aftermarket-ი რაც დაგჭირდებათ ვაფშე ყველაფერი შეგიძლიათ შეიძინოთ მაქსიმუმ 10 დღეში ჩამოდის ყველაფერი რა ნახე როგორ მზად არის ყოველთვის ჩემი ოპერატორი გამო სადაც ვიდეო ყველგან მომწონს დედას ვიცავ და ესაც ეშხუბება რატო ეშხუბებ ჩემ ოპერატორს ერთი ყუთი SES-ისგან აქეთ მეორე ყუთი და აქ მთავარი ბობოლა მესამე ყუთი. რადევს ამ ყუთებში გაჩვენებთ ცალ-ცალკე ლამაზად გავშლით.
აქ ამონათება ეს CS-ი, ცალ-ცალკე გავშლით ყველაფერს და ყველაფერს განახებთ რა დევს რა იმალება ამ ყუთებში. აქეთ გვაქვს მთავარი ყუთი, რომელშიც დევს ყველაზე პოპოლა რაღაც. მაჩვენე რა, აქ რა. აქ, ეს არის მთავარი. ვა, ჩემი კაი რა გაიჭიდა. ახე რა ვქელა. ეგე CSL-ის აირბოქსი. რა კაი ხმა, ხედა? კარბონის აირბოქს CSL-ის Turner Motorsport-ის ნაწარმოები არის ეს აირბოქსი. ნუ რა თქმა უნდა, ორიგინალი არ არის. დიდი მადლობა. აბა როგორ გესმის? გიო, რო გამოიწერეთ არხი. ჩემი ჩემთან და. შენ ბევრი ყავს, კაცო, ცოტა ჩემთან. აი, ესე იგი, მოდი ახლა ვანახავთ ნელ-ნელა რაღაცეები რა. რეები არის ჩამოსული. ვაჩვენე. მოდი ამას დაბლა გადავდგავ და ეს არის ვანუსის დაფის პრაგლატკა. ვანუსის დაფის პრაგლატკა. ეს არის აირბოქსის. ეს არის რაღაცა შლანგი, თავის ხამუტები. ჩემი ძმა, შენ კამერას ეკონტაქტე რა, თუ შეიძლება. კაი შემოძმა. შენ კამერას დამხაიდო. ხანახა ჩვენს გამოვხედე. კაი შემოძმა. ეს არის წესით, გიო რო არ გავხსნათ ფილტრი აირბოქსის. ნახოთ. იქნება და სხვა რამე არის. ეს არის აირბოქსის რეზინები. ბატონო, ფილტრი არის. ხო, აირბოქსის ფილტრი, აირბოქსის რეზინები, აგერ Turner Motorsport-ის. მაგოთ ვანუსების აქაც ვანუსის დაფის ქვედა პრაკლატკა. და აქ არის ვანუსის კიტი, როგორც ვაწყობ. კარგია. ხუფის პრაკლატკა, რომელიც დავაყენებ და გაუშვებზეც. რა გაკვირებული მიყურებ, გეუბნები. გეუბნები. ეს აირბოქსსაც უყენებ. რა გაიჩიტა, ბიჭო, კბილა ვანუსი. თავარი ბობოლა. მოკლედ ამ მატორებს ეს არის ვანუსის კბილანა, რომელიც აქ დგას ნასოსი და ატრიალებს რას პედალი რო ტრიალებს, ატრიალებს ვანუსის ნასოსს. ეს კბილი ყურით ყდება ხოლმე და მე აფუჭებს ყველაფერს და ეს არის როგორც უყურებ, ახლა ცოტა სხვა ფორმა არის, გაძლიერებული არის, უფრო დიდი კბილები აქვს და ეს ღირს ძალიან ძვირი. როგორც მე ვიცი. რო ადრე ვიყიდეთ 900 ევრო გადავიხადეთ მარტო ამ კბილში. $900 ღირს ეგ. ხო, ახალში გადავიხადეთ 900 ევრო და თან ეს უკვე გაძლიერებული არის, როგორც უყურებ, ფორმა ზომა ისეთი არის, რომ ბევრად დახვეწილი არის აშკარა. აირბოქსის აირბოქსის შლანგი ზედა საქშენი შლანგი. შენ რომელ წლიანი? მანქანა 5. მე დაჩიკიანი საქშენი არ აქვს შენსა? არა. რატო? არა აქვს დაჩი. ნუ ყურე. ჩვეულებრივი საქშენი აქვს დედა სპეციალი. აუ, ჩაგიდეს არის ის დედა სპეციალი. აქ გვაქვს ძალიან ბევრი წვრილმანები ვანუსის. აი, ვანუსის სანიკები, ეს სათითაოდ რო არის შეხედეში. ყველაფერი სათითაოდია სოფში. ესეც არის ვანუსის შიდა აჩევნიკის გულები. ესეც ვანუსის. ვანუსის სალნიკებია, კი ბატონო, ყველაფერი ვანუსის გვაქვს ესე იგი. ეს არის უკანა შიტოკისის გამოვიწერე. არა, უკანა შიტოკის სამაგრი არის ზაზორი, სადაც აქ შიტოკ შემოწეული რო არის ხოლმე, ამის ბრალია. და ესენი მაგ გამოწერილი. ესენი ტაილანდური მასაჟის ვაუჩერები არის. ამას მეწავი. წავიდა. ორიგინალი შიფტერი. კი ბატონო. ორიგინალი კი ბატონო. შიფტერის სამაგრი. აქ არის. კლადიშები. არა ბიჭო, ჯვარი წერია რა კლადიშები. მაგრამ კლადიშები ზუსტად ესე ჩიდევს. კლადიშები ხო შეუცვალე. იოსნია. დავაი, შენ ამბოქსინგებ. ეხა გული გაუხეთ ხო? არა რა გული უნდა გული გამის. გაგიხეთო. თუ არა და მე გაგისკდება შენ პროცესში. რატო? ინტრიგა ჩავაგდე რა. ვა, ჩემი რა მაგარია, თავის გულკა მოყვა. მოიცადე, გიო, ესენი რატო დას ყველა ისეთში? კლადიშებია გეუბნები. შეფუთულია რა გინდა. ეს კედლის სენსორი არის. მოდი აქ ამოვყრე. აი ეს არის მექანიკის თანამხარი არის რა, რიჩაგის გიო, ესენი ვირო ძალიან აი ეს აუცილებელი. შიგნით როცა გუბკა არა აქ ეს. მე რეიწყებს ხოლმე ეს თამაშს და ხტუნვას და რიჩაგი ყოველთვის თამაშობს ხოლმე და ამ გუბკის ბრალი. ესენი არის ძალიან აუცილებელი რაღაცა, რის გამოც მე ვერ მუშაობს ისე მექანიკა, როგორც უნდა მუშაობდეს რო როგორ არ იცოდეთ მინდა რა. გული გაუხეთ ხო? ეს შედის აქ ესე რა, ესე ჯდება. და ხშირად კიდე აი მაშინ ყულყაზის აი აქ. და ეს ყულყები მუშავდება და ეს რო გაუყრი ამას. შატკა აქ.
და მე რაზეც მეუბნებოდა გიო იმ ვიდეოშიც რა, რასაც ვიღებდით ბუბუსთან, აგერ ესეც ზედრაც ყენდება, რაც მივოსვარკეთ. ესეც სამი ცენტროლის იმის დამკეტია. ეს გიო. ეს არის რა არის? I don't know. ეს შენი შიტოკის რაღაცა იქნება. რაღაცა იქნება ხო შიტოკის. ეს ორი ცალი რატო არის? რა? ეს აზრზეა რა. კომპლექტი იყო, ნახევა? კი ბატონო, ეს მაგრამ აი ხო არ ჩდება ეგ რეზინა. ხო, რეზინა მან ჯდება, მაგისთვისაა რეზინა. აი, კიდე რა გვაქვს? აგერ. ესეც მე მგონი ისა ორი გამოიწერეო რომ მითხარ. აი. კი ბატონო. ორი ცალი გვაქვს, ვინმე თუ უნდა ერთ ცალს. რო იცოდეთ ეს $70 ღირს. ერთ ცალს დაუთმობ. აი, კოდიც აწერია დეტალის. ესენი შვილკებია, რაც ჭირდება დასაყენებლად. მოკლედ. ეს ყველაფერი SES Tuning-მა გამომიგზავნა ეს ვანუსების სასერვისო კიტი, CSL-ის კარბონის აიბოქსი, ეს ყველაფერი გამოვიწერეთ ჩემით. აი ეს, რასაც ხედავთ, გასამექანიკებელი და მექანიკის შიფტერების. ეს პლასმასი ხო, კულისარაში ჯდება. კულისა ჯდება ამაში. აი აჩვენა. აი ეს კულისა, ეს ბურთი ჯდება, ესეც მუშავდება და ამასაც მე ზევით ქვევით ჩატყავთ ხოლმე და ამიტომ ვისაც მექანიკა ყავს და ბიჩაგი დადის წინ და უკან აქეთიკით, ეს ყველაფერი უნდა შეცვალოს, რომ არის. და ვისაც გაინტერესებთ ეს ყველაფერი რა და $660 არის ეს ყველაფერი, ოღონდ ეს მე ვიყიდე რა. ესენი გამოგვიგზავნეს SES Tuning-მა და ესენი მე ვიყიდე, იმიტომ რომ ვიცოდი რომ დაგჭირდებოდა და გადმოკეთებული არ მინდოდა რა ყოფილიყო. მინდა რომ ქარხნულად იყოს ყველაფერი, როგორც ინდურ ფილმებში არის რა. ეხლა წავედი და ეს ყველაფერი უნდა დააყენოს გიორგის არხი როცა 30,000 გამომწერზე, მაშინ დაიდება $667 გადახდილი ამ ყველაფერში. აი წერია კიდეც აგერ. აი, ხედავ რა ჩესნი ვარ, პროსტა როგორ თქვი ზუსტად. 667 წერია ძმაო. გიოს არხი გამოიწერეთ ხალხო. ჩემი არხიც გამოიწერეთ. ცინცას არხი. აუცილებლად. პროდიუსერი ძირითადად არ ჩანს ხოლმე, ნუ ყველა ვიცის იქ ხმარო შეიცვალა, ვიდეო ყველა კარგად იცრო ეს არის. ყველამ კარგად იცრო ეს არის, მაგრამ მაინც. ძაღლების არხიც გამოიწერეთ, მალე გაკეთდება Gios and Dogs. მალე Gios and Dogs-ი შეიქმნება, იმიტომ რომ პრობლემატიკა აღარ იქნება, თავშესაფარი გვექნება. და მოკლედ რა, ამას მივალაგებთ ახლა ამ ყველაფერს და მეორე გიოსთან გადავალთ, რომ რაღაცეებში ხელი შეუშალოთ. ამბა დახმარებით ჩვენ ვერ დავახმარებით. ამინდია, იმე რა, არ ვიცი რა. აკებას ეგონა რომ ხა აქო ეზოში, ნახე, კაი სივრცეა, გავშლიო ჩემ ყუთებსო, ამოვიღებო, unboxing-ს გავაკეთებ ხალხს, ვანახებო, მაგრამ ესეთი ამინდი არ ყოფილა, რა ვიმე. ზამთარში არც მარტი ხო გიჟია, მაგრამ მარჩიც არ ყოფილა ძმაო, რა ვქნა. ია წარღუნაა ჩვეულებრივი რა. და შეთყვაც იყო. ზედა არ უყენია? იო. იო ზედა ბოლტი უყენია შუაში? მე რა ვიცი, ყველას არა. შუა მარტივია გვერდით აყლეობა. ხო, მაგას ხსნი. აი მარტივია. შუა მარტივია ხსნი. შემი რა, გაწყობილი ამას შეხედე. ვიდეო ხედავ შუას. შუა ყენია გაუყო. ჯირო არ ირთვებოდა ხალხო, ახალი ხერხი ვიპოვე რა. უყურეთ რა პლავნად ირთვება. ხედავთ? მოხსნით და მე პლავნად ირთვება რა სიჩქარეში. პირველი, ზადნი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსი. ჩვეულებრივ რა, მარტივად. გაახალოსტო და გაგორდა. შეხედეთ, ეს არის გადადუღებული. აი მე რაც გამოვიწერე, რატო გამოვიწერე რომ მიხდეთ. ეს მთავარი შტირი რაცა გადადუღებულია, შიგნით რაში ზდევს, შეხედეთ, აი ეს პლასმასი მოძრაობს ვაფშე. აი ნახეთ, ეს არის გაუბედურებული რა. არც ეს შიფტერი არის ემის, არც ეს გადაკეთებული, ეს არის გადასვარკებულია და ესეც შიგნით რეზინაცაა, ესეც ჩაპრესილია, მაგრამ შატკა აქვს და ქანაობს, ყველაფერი შატკა აქვს. მოკლედ და მაგიტო გადავიხადე ამდენი ფული, ვისაც კითხვა გაგისდებათ, რატო გადავიხადე? იმიტომ რომ იყოს ქარხნული. ოჰო, ეგ კარობკა. ბიჭო, ეს ხო SMG? ეს არის SMG. კი ბატონო, ეს არის SMG. ადმიჟიმნოდა. იბაზრეთ ეგეც რა. სახე ვარა, გავადგავდი და ხმა ქონდა. ხო. ეს არის. ვიჟიმნოი? სავალა, თუ დიდი ალბათობით.
და როგორ უნდა მივხვდეთ უეჭველი ეგ არის თუ არა? ავი არ ვარ და ეს არ მოშობილოს. ეგ იკაკუნებ და? გიო ხო ნახე რა საჩუებოდა რა. არ მივიცე. გაფუჭებული არის. მოვათრიოთ მეორე კაროკა. ყურებით მოვიყვანოთ მეორე კაროკაო, ესე ამბობს. რავი, რატო თქო ესე ვერ ხვდები. ესე იგი, მოდი წესიურად განახოთ. აი. მდგომარეობა იმისგან ეს პერვიჩნი არის და იმისგან არის ეს მდგომარეობა, რომ აქ იყოს წყალი შესული. აქ იმენა წყალი იყო, აქ ზეთი არ ტრიალებს და მაგიტო აქ ჟანგი მოკიდებული ამას. და ისა, გიო, ვიჟიმნოი? ფერი გადმოვიდა. ბეტონი იყო რა შიგნით ცოტა. სპეციალურად აკეთებს ეს რაღაცებს. ნაზლო აკეთებს. ბენზინი ჩავასხათ. ჯერ ჩამოიწუროს წესიერად. ვიცი გამოვიწყო. კამერა მომერჩევი ხედო ყბილანებში. ჟანგი ხო არა აქვს. შენ რუიანი და ხვალ ბედნიერება გელის. გაუჯიბე რუიანი. გააზიარე ზუთხის ფოტო და გამოსდებს ჩააბარე, არის გიოს ვარიანტი. ანუ იმასულდა ბედნიერებაც. ვალე ვერ ვიპოვდა, იქნება. აი ეს არის ყველაზე საინტერესო მომენტი. შენ კიდე რომ არა, ხო? იმენა სუფთა. გიო, მოდი არ გამოვრეცხოთ. არ უნდა. ხო არა, გიო, მართლა ჟანგი. უსუფთავესია ძმაო, ხო არა. დედას პიცა ვარ, ბედინას სექსია, იმენა კაროფკა კი არა. ნახე რა მაგარ. გააღებირი და თქვი ამის შეგდა სულში ჩახედო კლიენტს. თუ ბინძური კლიენტი მოვიდა, პირს აღებინებს კი. სულში უყურე. მოდი შენ კუჩი რა ხდება ჩავისწრებ. შემეში. დღეს აჭამებ ნახოთ. კაი, გიო, გითხარი რა ეხა? რა გითხარ? ვიჟიმნოის ესა. ვიჟიმნოიმდეც მივარ მართლა. აი ეს 8 ცილინდრიანი მოტორები მომაშორებინან. რაც არ გვიჭირს ფულიაო, ხო იცი? ნათქვამი რომ რაც არ უჭირს 8 ცილინდრიანი მოტორი. ამას შეხედეთ, ხო რა ხდება? X-ის, M6-ის, M6-ის. E90-ის იმისი კიდე E92-ის. E92-ის ემის არის ეს? რაც არ გვიჭირს ძაღლები და ძრავებია. გაანებეთ 8 ცილინდრიანს თავი. 8 ცილინდრი მოგესალმება დაგედან. N63. მოკლედ, აღწერაში გიოს არხე იქნება, ცინცას არხე იქნება. ცინცას აკლია, ვინც ზოგადად მანქანის მოყვარულები ხართ და ავტო თემატიკის, რა ვიცი, ალბათ საუკეთესო პოდკასტი, ალბათ არა. საუკეთესო პოდკასტებია საქართველოში. ავტო თემაზე მე მაგაზე მაგარი პოდკასტები არ ვიცი ნახოთ. ხო და ავტო თემა ვისაც გაინტერესებს და საინტერესო ხალხი პირველი პოდკასტში გიო იყო? ნომერ 1 ვინ იყო? რა თქმა უნდა. Number 1 engine assembled by Sulava. ერთი კვირა მე ჩარჩებოდა რომ პოდკასტზე წამოსულიყავი რა. მე რა გინდა, მაგარი გამოვიდა, ნახვების ბევრი აქვს. გააკეთე YouTube და გაასწარი კაც გამომწერებში. აი რა გინდოდა, რას მოიყვარე? არ ვიცი. საჭმელი მოდის, მაგ ციუს ნუ ჭამ. იმასაც შევჭამ. მოკლედ, ხალხო. წინც არის 57-ს. 60. 60. უცბად დაასტოპეთ აქ. დიდი სტოპია მოვარდება, ხა აღარ გაგრძელდება ვიდეო. დაასტოპდება, გადადით 15 წამი გაქვთ. გადადით, გამოიწერეთ წინცა, გამოიწერეთ გიო 30-ზე, წინცა 60-ზე და всё ინდურ ფილმებში როგორც აი ეგრე გაგრძელდება რა. და ბექა 200-ზე.
200 200 ბევრია ზედმეტი არა, რა ბევრია. ვინცღოთ ეს გამოიწერეთ. ხო, და ასევე ჩემი რა, ვიცით არ გაქვს გამოწერილი. ჩემი აი ესე ძმაო რა, აი ესე. აი ესე მტრიალებთ ხო რა. სულით კი. ჩემი 167 რო გადავიდეს ახლა ხო. ყველა ბედნიერები ვიქნები აქ იჯდა YouTube. ნახე რა YouTube-ის ღამე გვაქვს აგეთ გარიყული ოპერატორი გარიყული გიო აგეთ YouTuber-ები ვართ სულ მოკლედ ბექა, რას გიქ შენ? რაზე? როგორია 46 ფლობელობა? ბიჭო რა არის ეს ო, ჩესნად თქვი ახლა. არ ჩესნად სულ პროფილაქტიკაში ხარ. არა ეგ არის ტყუილი და ეგ სულ რო პადიუმნიგზე თქვა არა ეგ არის ტყუილი რო თქვა გიომაც კარგად იცის მანქანა არ გამბუჭებია აქამდე საერთოდ SMG-ს ნასოსი გამიფუჭდა ერთადერთი აი გიომაც იცის და დაჟე თავიდანვე როდის მითხარი გიო ეგ დიაგნოსტიკაზე წერდა რომ SMG-ს ნასოსი ატრაკებდა ეგ ერთადერთი რაც გაფუჭდა ეგ არის გაზაობით აი სულს ხდი რასაც ქვია არაფერი საერთოდ არ გაფუჭებია გიომაც კარგად იცის აგერ არის გიო თვითონ აკეთებს ხოლმე და ერთადერთი რაც რის გამოც პადიუმნიგზე არის ხოლმე და რომ მეუბნებთ იმ TikTok-ის ვიდეოებზე სუპადიუმნიგზეაო მანქანაო იმიტომ არის რომ ვანახლებთ ნაწილებს რაც აქვს ძველი მეტი არაფრის გამო არა პადიუმნიგზე დედას გეფიცები არაფერი არ ფუჭდება წყალი არასდროს არ აუწევია ზეთი არასდროს არ აუწევია და მსგავსი რამე არ მოსულა მანქანა არის 20 წლის ზუსტად და მე კიდევ ინვეს რამე პრეტენზია აქვს 20 წლის BMW M-თან ანუ ჩემი აზრით ემი არის ის 46 ოღონდ ზუსტად 20 წლის წინ მყავდა E36-ის M3. და როგორი იყო მაშინ მართლა მაგარი იყო. ხო ანუ კლაუდი გაზაობით ფუჭდებოდა მანამდე ყავდა. და ფუჭდებოდა ნაკლებად. ანუ რა პრობლემა ჰქონდა რა მოსდიოდა არაფერი პაკრიშკები უცდებოდა. აკრიშკები არა რა ყოველ კვირა პაკრიშკები სვედადია მამაჩემთან არაფერი მიდიოდი არ უნდა პაკრიშკის ფული მინდა. ხო მოგეცი შენი დედა მაგინა. მე მეთქე თქო გასვეთილი საბურავი შეუტენეს მე რავი. ტრაკი ხო ყოველ კვირა საბურავზე იმენა ხო ეხა რა გამახსენდა გიშოვრობა ხო ხო ეს პორტებს ხო ბრაკი საბურავებიო ნახე გიომაც პოდკასტში პირველად რო თქვა დავსტუკეო ტრისის ჩესტის მე 4 რო ჩადგა რა ხო და იძახის რომ ერთი სამჯერ ავაწყეო და გაფუჭდაო და მე TikTok-ზე ამოვჭერი ეგ დავდე რა და იქ კომენტარებში TikTok-ის კამანდა ხო იცი როგორია აუ ბანძი BMW და ვერ გააკეთა და მე ესე შინაურ ბაზრებში მითხრა რომ იმ დროს სოდნა არ იყო ხო იცი მაგდენი ეხა და ხელოსანს არ გამოდიოდა ასე თქვა ის საქმე თორე ამ ძრავებს 46-ში რაც არის და E36-ში ვერაფერი ვერ აფუჭებს მოდი მარტივად თქვა მაშინ ხო რაკლატკას კი არ ცულიდნენ პროსტა იმას გერმეტიკს უსმევთ აი ბიჭო მამაჩემს დედას გეფიცები 2000 რავი 1-დან ქონდა ელიავაზე BMW-ს და იმის დაშლილები მაშინ არავინ არ უცვლიდა პრაქტიკულად. პროსტა წაუსმევდნენ ამ გერმეტიკს და დასვოდნენ გერმეტიკს და მე გავრცელებული იყო რომ BMW-ს გაზდის. გაზდის, ხო. გაუა, აბა რა იქნება, არავის არ ჩამოქონდა ის პრაქტიკა მაგრადე კიდე. ჰა? შეიძლება? უეჭველი გეცოდინება. უეჭველი გეცოდინება, შანსი არა რომ არ იცოდე. მოკლედ, გავაგზავნებთ იქიდან რომ კაროკას გამოვრეცხავთ რამე რომე და გაჩვენებთ პროცესს რა. მაგამდე ბიჭების არხი გამოიწერთ, არ დაგავიწყოთ. ეს რა დეტალია რას ხსნით? ესა ამაში ერთება ყულის. კაროკის ყულის. კაროკის ყულისა ერთება მაგაში. აქედან ირთვება სიჩქარეები. და აი აქ ნახე ხა შიგნით ხა აქ უნდა კონდეს გუბკა. და აი ჩამდნარია სულ და ჩამწვარი არის რა. ეს გუბკა რო ჯდება, მე ამას ერთხელ რო ვაჩვენებ, მე უკან მიიწია ხოლმე. ამას აქვს მე შატკა და რიჩაკში მოძრაობს. სიჩქარეში რო გაქვს ჩაგდებული, რიჩაკი აქეთ იქით მოძრაობს რა, შატკა. იმიტომ რომ აქ გუბკა უკვე ჩამწვარი. ეს გვაქვს ჩვენ ახალი, გამოწვალი. წეგანაც გაჩვენეთ რა, ანუ ორი ცალი გვაქვს თქო. ეგ არის
ახალი გვა გამოწერილი. ესეც არ ვიცოდი შიდა რაღაც რეზინა. ესა უკვე დამწვარი გუკა რა. უკა დამწვარი მდგომარეობაში. ფუ რა კამერის გამიკეთა შეხედე რაც. მომეცით ახალი დეტალიუსი. შტირი არა გვაქვს? ახალი არ მოყვა შტირი, გასაყრელი? ძველი უნდა გამოვიყენოთ? არ მოყვებოდა? ნუ ვიცი. როგორი ყველაფერი გაქვს? მაგ დედამეთქე, ნუღა, ზემოდან შეჩერნა, სიურპრიზია. წამოიცვა. აი, ვაფშე შატკა არ აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ რიჩაგი იდგება მყარად. არა მარტო ეს მოქმედებს რიჩაგზე, სხვადასხვა რაღაცები მოქმედებს რიჩაგზე, რაც ნელ-ნელა რომ მივალთ აუხსნით ან. გაწყობს? აუი მე მაწყობს. აი კიდე მაგალითად ეს არის კაროპკის რიჩაგი რა, გადამყვანი რა. მე ეს ერჭობა აქ აქვს ტულკა, ეს ტულკაც რომ მუშავდება, ამასაც მე შატკა აქვს ხოლმე აქ ღერც. და ეგეც უკვე ნიშნავს, რომ რიჩაგში შატკა აქვს. პლუს მე ეს აქ გადამყვანი გადადის რიჩაგზე და რიჩაგსაც იქაც ტულკა აქვს. სამაგისო. და მე საერთო ჯამში ყოველას ცოტ-ცოტა შატკა რო აქვს, მე ხელში დიდი შატკა აქვს. რა აცინებს ე? ანუ ამას შატკა გონია რომ მარტო იმას აქვს. არა, გიზა, ლიკუ შენ ვერ გამოწლე რეზილებს. ამის ჩამკეტი სად არის ამის? შპილკები. მოყვებოდა ყველაფერი ახალი აქვს და. ეგ აღარ მოყვებოდა? აი ესენია კიდე შაიბები, რომელიც ესე აქ დგება და უფრო ამყარებს ამის სიმაგრეს, რომ შატკა არ ქონდეს. ეს არ დააყენე რა ბეკა. ესეც გაგიხსნა ხო? კი. დადუღებული. იმაკ ტაუტი უნდა მაგას ჯერ არ ჩასვლა. ტაუტი უნდა ტაუტი ჩახსო. გიო, ეს ეგ აქვს ის. მაცადე ყველაფერს ნუ მომაყარი. ხო? კი, ხელით ჩავა. ანტიფრიზი გამაწყდა. ძრავი არა აქვს, რადიატორი არა აქვს, მაინც წვეთავს არაფერს. ბენვე არა. ბენვე. ხო. ყველაფერი. ვაფშე, აი, просто ახალი რო იყოს, გაიგე, ხელში იგზნობოდეს და პედალში ახლის. გაიელი ამაში და რომ უყალობი 17-იანი ვოლტი რო იყო. რა მყარია? ნიკო ჯაიგე. კაროჩ. ეს მეორე შპილკა. ამაში ტაუტი ჩადო ჩასვი. ყველაფერი არის ორიგინალი. ეს რა არისო? რავი. ვაწყობ რაღაც დაგირეკო. 4 გია. და იმას გავშიშო. მას გათიშო, არა ბიჭო. არა გათიშო, რაც რა უნდა გათიშო. აუ ნახე ესეცა ჩაჯდა იმენა ესე. დასმასკულია. აუ ესეთი რაღაცები მე ჯემს ჯერ ჩემ პრაქტიკაში ეს ყველაფერი ახალი
არ დამიყენებია. ერთი წუთით ანუ ბიჭო, რო არ დაგიყენებია მადლობა ვის? ჯეოსელს. აი. იცის. გურამ ცინცაძეს. გურამ ცინცაძეს. კი. დადე. ცინცაძე კომპანია. ეგ რკინა $150 ხერს. მე ძველიც მაქვს ეგრე და თურმეც. აი ნახე ბიჭო ახალი როგორ. აუ როგორ. აი ეს ხმები არის იმენა. წეგა როგორ იყო ანახე ეს არ არის ძველი. გამიფოჭა ხალხო ყველა მგონი. რითი დადიოდა ადამიანი და თურმე რითი უნდა იარა. არის სულაც ეხა სწავლობს. ეს უნდა ჩავკეტო და მე ეს დავატრიალო. ტრიალებ თლიანად. აი ეს. კი, თან ასვარტი რაღაცა სხვადასხვა ნაწილები. დავუმატოთ აუტი. დავატოვოთ. სულტაუტია შენ. სულ ახალი ნაწილები გამიტავა. რაღაცა იცი მე ტაუტი რო არ ექნება პლასმასი გაცდება ისე ხო, მოხდება. ხო, ტაუტი ეს. მაგ პონჩი უნდა რომ ისრიალოს და 20 წელი კიდე. არ გაფუჭდეს, კაი 1-20 წელი გაძლევს. დავამატე კიდე დავატრიალე 40 გრადუსი. ეგ რა დატრიალებს გიო. კაი, ახელში. მაგარი. ასწავლებს. აი ეს მევასება ყველაზე მეტად. შენი პირველი ემოცია იქნება ყველაზე მაგარი. გადაგვს. ხმარებს. ჩემი პირველი ემოციაც მაგარი იყო ის რომ პირველში ვერ ჩავაგდე. შენ ამით ეს ბიჟიმნოიზე რა უნდა ვქნათ. ნუ ვიცი. ის კი მესამე ჩავაგდე. მოიცადე. ხო და. მესამე მეგონა. ის ვიჟემნოვი მიავიღე, იმედი არ შეაჩაპრესე? გქონდეს. იმედი არ გქონდეს, მიავიღე ის ვიჟემნოვი. ოლიმპიადის. ის სხვანაირი. ასწავლა. ის უგლი კარას ჭამს იქ. შენ იმას სალათს. არა, იქ რაღაცას მიადგა და რაღაცას ჭამს. ჰა! ფუ! 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 სალათო მე არაფერი დამიტოვებია და ფუ! 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 ვერ შეჭამდა. რა კიდე და. გიოს მეორე შპილკარისი არის? აქ რო ჩაიკეტება ესე. კი? გური გამოუყარა და ეს გაიყარება მე. აი ნიკოш რო ამბობ ხოლმე. რა შეჭirdება ხედავს მასკა. როგორ კაიღებული. ის მეორეც მოყვა. აი ორი ჩამოიტანა მე რა ვიცი. ეს მისი არის. ვიცი წელან 17-იანი ბოლტი რო იყო გაგა. მექანიკას E90 და იმას. ორი ცალი გასაყარელი აქვს და ორი პომპა აქვს და აი ორი ცალი აქვს ეს და. ეხა მე. როგორ არ მინდა ეს არ დაემთხოს ეხა ამის ჩამკეტ. მე მეორე მხარეც ხო რა გინდა. ორივე მხარე. ორივე მხარე ხო. ხალხო ქალბატონებო და ბატონებო ეს ადამიანი არის ვინც შედო კაი იყო ხუთი კაცი უდევდა აგერ მონაწილეებს გაჩვენებთ ხა კიო არა დავარი შემდები აგერ აქ არის ეს კაცი მანქანის თანხის ნახევარი დასპონსორებულია Skin Club-ის მიერ. წინა ვიდეოში ნახავდით როგორ გავიტანე $10,000 სკინები Skin Club-იდან. სწორედ ამ სკინების საშუალებით შევიძინე ეს მანქანა. მადლობა Skin Club-ს. ცოტა ადრესიანია. თქო. ვაიმე ხوار გატაო ბიჭო. 1 2
სამბერიოზო ტექსტურიოთები. ხო, გადად შიგინაცვალი. ვაიმე რა გიჟი ვარ. ეს რა ხდება? აქ რა წერია თქვენ ხედავთ? გადმოგვაქვს წინა იმიდან shifter-იდან რომელიც გვეყან. ვერ მოძრე? ოპ. ეგა. რამდენი? 3100. ანუ ანალიტიკას როზეს დაუყურებს შეხედეთ გეხმართ. 4 კაცი რო დამემატა რა. 4 კაცი რო გამომწერად მიემატა. აი ამიტომ ხალხო, რო დადესწრობე შორს ეგრევე დაულაიკე და გამოიწერეთ რომ ბედნიერი იყოს. ნახეთ თან კარობკას აკეთებს თან უყურებს. კომენტარს უწერს გამომწერს. როდ გიზემის არაფერი არ ვიცი და ვერ დაგეხები. ანუ სესხლზე რომ უარი მოგივა ხო? ანუ როელოდები მთელი დღე და სესხლზე რომ უარი მოგდის, აი ეგეთი ვიღაცაებმა უთხრეს ოჭოლი ეს ოჭოლი დაგეხმარება, ზო დიზელებს აკეთებს და უარს ეუ. გამომწერს არ ახლა. გამოდი SMS-თან. ზმაკაცურად და კაცურად. მეტი რა უთხრას კაცს? მოკლედ, ხალხო, კარობკა მიყენებულია, ელასტიური იმდენად კარგი ეყენა და პატკარობაჩნებიც იმდენად კარგი ეყენა, რომ არ ცურს. საერთოდ კინაღამ თავი გაიტეხა და თავის გამიტეხა. ხო და ესე იგი, რაც დარჩა ეს shifter-ი ახალი დავაყენეთ, რაც ჩამოვიტანეთ, ყველაფერი ახალი დავაყენეთ, ყველაფერი ხოძე არის. დაგვრჩა გასატესტი ჯერ ბოლომდე არა აწყობს კი ამ shifter-ს არ ჩამკეთს და რაღაცებს არ დაუყენებს, იმიტომ რომ დავარეგულიროთ, რომ სწორად იდგეს რიჩარდი რა. ვნახავთ მაგ ყველაფერს, მე გადავქოქავთ, შეამოწევს კი ყველაფერს და განახებთ რა პროცესი კიდე ნელ-ნელა ყველაფერს ნახავთ. ესე იგი იმის გამო რომ ძალიან დიდი ხმა არ ყოფილიყო, არ დაენგრია ყველაფერი და თან კაროკის ხმა მე მოგვესმინა. უფრო ხმა ვერ დაანგრევს, მაგრამ ჩემ ლევკვებს რო არ შეშინებოდათ, ნახე რა. თუ სწორად ვიძახი, დიდ ხმაზე, პატარა ლევკვები არიან და დახურულ სივრცეში შეიძლება დიდ ხმის გამო შეშინებოდათ, ვიბრაციის და ასე შემდეგ. ამიტომ მივაყენეთ გრუშტელი. შეიძლება ისე უკან მოსახსნელი გაგვიხდეს, მაგრამ ჯობია დავაყენოთ, რომ ძაღლები იყვნენ წყნარად და შვიდათ. გრუშტელის მოხსა დაყენება რა ჩემპიონატში. ძაღლთა მოყვარულთა ჯგუფში დათაგეთ. TikTok-ზე გადაიტანეთ ნამდვილი ძაღლთა მოყვარული. ეგ როგორი ბუთხუზა არის, შეხედე? მოკლედ. მიყენდა ვიხლოპი და ჩამოუშვებთ, დავქოქავთ, ნახავთ როგორი გამოვიდა, როგორი რთვება სიჩქარეებში და ასე შემდეგ. აჰე რა მაგარია? ცოტჩიტო. ვაფშე კარო არა. რა ხმა იყო ისან გაკულებ და ბიჭო? აუ ბეკა იმენა რა მაგარია. კაია? გიო. სიტყვი ბარემ. ნიდი იტყარი, კაია? აბა გადართე. ოჰო ზადნი. პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე. ზადნი. ოუ რა კაია, ვარ. ილოცავს რა. აჰაუ! ამაზე გააკეთებ რა მიმებს. მოიც ხმა აღარ აქვს. ხმა არ აქვს. პაკეშები ძირს ყوارდებს. არა, მაგეთ რამე ხო არა. პაკეში ჰაერშია? კი, ჰაერში. მეტრია. იანე? კი. იგი ბარნაუკი.
ჰა? აი 200-ით მიგიხარ უკვე ანუ საკმარისია. აი უტეს ალეს რაღაცა ჩემბარკანაზე არ შევარდეთ. ფაერშია მაგას. ხა 200-ით მიდის ადგილზე. აუ ბიჭო, იცი მართლა მეკონა რომ კაკუნობდა ბიჭო. ხმა რატო აღარა აქიო? რატო უნდა კონდეს ხო? აბა რატო კონდა ის ხო? ის რაღაცა პრუჟინა შევარდა შეგით უეჭველი და მაგით. ბიჭო? აბა არა სხვა არაფერი. შენი ბრალია ნიკო შებოზო შენ, რო ხმაურობდა. შედიახო. შედიაცო. თან ბოზთან ერთად. ესე იგი გატესტა გიო, იდრიფტავა აგერბოქსში და მოკლედ გავიარეთ 1-10 კილომეტრი ადგილზე და გამოვუშვებთ ახლა ზეთს რა. ზეთი მოვიდებოდა ყველაფერს უკვე ყველა სიჩქარეში დაისმასკებოდა, თუ რამე სიბინძური აქ გამოვიდოდა და აგერ ნახავთ როგორი ზეთი ჩამოისხმება. სულთა მოდის. ეს ფერია რიტო? ზეთი ეს ფერი ეს აკაფებული რატო? გაცხებულს. მოდნა წყალი წამოიღო. ფაფი მოყანახერი. მოკლედ ხალხო ესეთი ამბავი აიწყო. ყველაფერი დაყენდა, ყველაფერი თავის ადგილზეა. ეს ვიდეო ამით არ დასრულებულა. გამოიწერეთ არხი. დაალაიქეთ უეჭველი ვიდეო 10000 ლაიქს ავიდეთ. SES Tuning-ის ლოგო ამონათდება, SES Tuning-ის საიტი ამონათდება აქ და შეგიძლიათ ყველაფერი ორიგინალები და aftermarket-ი შეიძინოთ SES-ზე. დანარჩენი კიდე გიოს არხი გამოიწერეთ, ცინცას არხი აღწერაში იქნება და ხვალინდელ დღეზე გადავალთ უკვე სადაც ვაყენებთ CSL-ის Airbox. გამარჯობათ, მოკლედ ხალხო, მეორე დღეა, დღეს ერთი 20 წუთი ჩაწერილი მქონდა გზაში ვიარეთ რაღაცები აქეთ-იქით და ნიკუშამ მიკროფონი გამორთული მომაწოდა თურმე და გიოსთან ვართ. ესენი რაღაცები დახსნილი აქ. გუშინ მართალი იყო გიო რომ დაჩიკიანი ყოფილა ის რაღაც და თურმე დაჩიკიანის არ გამოუგზავნიათ. გიო რა ქენი? ის გახებული არ ჯდება, მოიც რამგერმეტით მომავალს თმოში რომ არ ჩავდეს. პირველ რიგში, ესე იგი რაც გჭირდება არის უნდა მოხსნათ ტრანსპორტკა. უნდა მოიხსნას სალონის ფილტრი. შემდეგ ქსენონების ბლოკი და მერე უნდა მოხსნათ ეს კოლექტორი და ის ხო გიო? თუ მერე კიდე რამეა და მოსახსნელი ხო? ფილტრი უნდა მოიხსნას, ეს მოიხსნას და მერე მერე კოლექტორი. ჯერ ფილტრის ბუდე უნდა მოხსნათ რა, მერე კოლექტორი. ესე ჩვენი Airbox-ი. HR5. გიო და HR5. გოფრა. ანუ ეს ნაწილები რო ისევ გვაქვს, ანუ იმიტომ გაჩვენებთ, რომ ეს ნაწილები გვაქვს და იყიდება. გენა ცვალე. შენ ნახე ბიჭო. რაღაც ეს გიო შენ ნახე. K and N is არა, ამას ზეთიო. ზეთიანი ფილტრი არის და ცოტა მიყვება.
რას ფიქრობ გიო? რას ფიქრობ? Yeah. რავი, მე ვასება რომ უყურებ M3. ანუ კი არ ფიქრობს ხალხო, მოწონს. უბრალოდ კი არ ფიქრობს. უტკბები სილამაზით. მე მგონია რომ მანქანები უკვე ეზიზღება, მაგრამ არა, ემი არაზუსტად შემზიზღდება. მით უმეტეს ატმოსფერული. ტურბინიანები ცოტა ვერ ლავესად არიან, მაგრამ ესენი იდეალურია. იცის რა. სანამ ამას ვიყიდი ისე გიოსთან ვიყავი მოსული მე. ხო და? გახსოვს გიო F92-ზე რო გეკითხებოდი. ყლევა. იდას ვაპირებ მეთქი რა. ანუ ფიქრობდი მაგაზეც რა F92-ზე და. კაროჩეო F92-ო არ იყიდო. არ და მევასება. მაგრამ F92 ეხა პრიუსებით არის. იმდენი დადის, აი არ ვიცი პოსტ. მაგრამ მაგარი მანქანა, ძალიან. აურეკე და შეაბორლა. Instagram-ზე მოს. რა იღეგია? გიო, მოიცადე ერთ წუთი thumbnail-ისთვის რო ფოტო ამოჭრან. გიო? ახლავე ერთამით მაინტერესებს როგორ მოთავსდება ეს აქ. რა გიდა ბიჭო? რას მეკითხე? მისთვის რომ მოჭრან, აჰა. thumbnail-ისთვის მოიცადე? შენი კიდე დაიჭრე? შენი ზანკუ. ესე იგი, მიდი, გიო. ბრატიშკა, ხაჩალამა და ეს ეს ფილტრი, რაც მოყვება. აი, მანქანაც ყوقატია, რა მანქანაზე ყوقატია, ხო? M4-ზე ლაპარაკობდით და აჰა, ძმაო. F92-ის ისახატია? აი ეს Turner-ის ისაა რა ეთყობა. ლოგოს თემაშია, ხო, რაღაც. როგორი რეზინებია, თავის აგრანიჩ წელები როა. აგრანიჩ წელი ქართულად როგორ არის? დამხშობი. დამხშობი, ამ შემთხვევაში. აგრანიჩი წელ რაღაც ეგეთი არა, რა? ეს ამ შემთხვევაში თქვა. სადა არის? აირბოქსი, ბიჭო. აერყუთი რაღაც. ეს ფარი არის დროსელის ფარი, ეს ფარია აირბოქსი. ეხა მომეცი ხამუტე. Salzburg. ესენი გიორისი. აუ, ეს ვანუსების არის და ეს ვანუსების არის და სავარაუდოდ ესეც ვანუსის იქნება, ხო? ჰელაო რაღაც. ტემპერატურა ჩიკი შეიძლება იყოს. გვინდა, ხო? აი შტეკერი და ეს ამის. ხო. და ესეც გიო. ხო? ეშლონი. ყველაფერი ისე არის, რომ არა, ჯერ არ არის როგორც ინდორ ფილმებში. როგორც ინდორ ფილმებში არის, აი ეს რომ შეჯდება, ხმარო აქვს. ეს მოკენდია, მოვიდა. ესენი ყველა როგორც ცალ-ცალკე პარკებში დევს დედასპიცავარ, აი ძალიან ასწორებს ესეთი რაღაცეები რა. ჩაყრილი ხო შეეძლო და ხამუთია, ამის დედაც ვატირე ხო? აი პროსტა შეხედეთ, ყველა ცალ-ცალკე პარკში დევს ხამუთები.
დგება, აქ ხალასტო ხოცრებული ტორტი დგება, აქ ის ტრუპა დგება. ილაპარაკე რასაც დგება კაცო. მე ვილაპარაკე. ვურტყუნა. აქ დგება ხალასტო ხოცრებულატორი, აქ დგება ტემპერატურის დატჩიკი, აქ დგება დამცრელი შლანგი საქშენის. ეს ზედა საქშენი და ეს What the fuck is it? ეს ახლა Z11 არის. ეს მოვაჭროთ დავადუღოთ. არ ჭირდება. ესე იგი ახლა ესენი შეერთდება ჩოლებად. აქ რა ხდება? აქვს ყოზნოი დირკები რატოა? ეს კრონშტეინი დადგება უეჭველი სამაგრი მომეცი. ამოიღე. რა მოვიღოთ? ეს არის ბაკის ვენტილაციის ეს კლაპნის სამაგრი. ბაკის ვენტილაციის კლაპნის სამაგრი. ხალხო. ყველაფერი მოყვება მოკლედ რა, ანუ რაც საჭიროა, არ იფიქროთ, რომ რაღაცა დააკლდება და რაღაცა არ ექნება, შანსი არა. ყველაფერი მოყვება ვაფშე. ესე იგი, მოყვა ხამუთები უკანა მხარის, ანუ აირბოქსის, მაგრამ რაც უკეთდება კონკრეტულად, ანუ დროსელებს ისინი ქარხნული არ მოყვა რა. სავარაუდოდ რჩება ქარხნულები, ხო, და მაგიტო. ამ ცოტა ვიწროებია და შეიძლება ჩასმა გაგვიჭირდეს. პაცა ვიწროები არის და მარა შევიყვანთ. ესენი პატარა ცუგები არიან. გიოს ცუგრუმელები. გიო გადაიღე იქიდან. ისა და აქ რაღაც ის უშლეს გიო. რაღაცა აკიცილერის ხმამის გარე. არა. კი. აკიცილერის ხმამის გარე. ან M6-ია, ან M5-ია. ოყურე, შეხედე, ანუ სუნით გრძნობს. წკაფს რო დაიძახებს ხალხო გეტყვით. Sunlix იყოლიეთ. ამდენჯერაც ჩამოდივარ დიდასუფიცა ვარ ესამინდია. აი, შეხედეთ პროსტა. აი, ქარის მიმართულებით რო დავდგე რა. ანუ რო განახოთ რა ხდება. რამდენჯერაც ჩამოდივარ ესამინდია, რა უბედურება. ამას არ კიდია, შეხედეთ. ასაობს. შედო. მარა გუშინო 5 კაცი უდებდით პერვიჩნის, ეგ უფრო კარგი სანახაობა იყო. ეგ იცი რას ნიშნავს? აბა. მე პროფესიონალი ვარ. We need bolts. You don't have a bolts, 2 bolts. It's missing. ის ანუ ძმობას გავს რა გარკვეულია კამერებში და ტექნიკაშია რა გაიგე? კარები ხომ მიხოლოლი ქონდა და იქ ბაზრობს მოვედით ახლა აქ და ანუ აქ მიკროფონი მაქვს ვერ ხვდება რომ აი აქ ისმის ხმა და იქ დებილია გავგიჟდები ხამუთების გადაჭერის პროცესი მიდის ხალხო რა. აქედან რო გითხრათ. რა ხდება? იუთუბერი აქ არის. არ მიდის გიო? იქიდან ეს ტრუკა უშვიზა, ეხა აქედან უნდა დავაყენო ხამუტი. აქედან რო დავაყენო ხამუტი, გამოვა რომ სხვა ხამუტები იქნება იქით ამხრიდან, ერთი იქნება აქ. აი არა უშავს გას მაგის დედა სოდერ მე რა. არა. მე თუ ვაყენებ ისე რომ ლამაზად იყოს და ერთნაირად იყოს. აქეთ იქით აყრელი ხო უნდა იყოს. Oh my god.
მოკლედ დედას ვიცავ, ისეთი ქარია და აი ისეთი უბედურება ხდება, რომ ანუ ნორმალურად ვერ ვიღებ რა და ბოდიშით, იმიტომ რომ ძალიან მართლა ძალიან ცივა მაიკით ვარ წამოსული თბილისში იყო 60 გრადუსი, აქ არის -10. ხო და მოკლედ დაყენების პროცესი აჩვენე და მე რო დაყენდება უკეთესად გაჩვენებთ კადრებს რა როგორი გამორანაი და პირველ რიგში ხმა არის რა და ხმა ყველაზე მნიშვნელოვანია. ანახე ფილტრიც შეჯდა სექსუალურად და ეხლა დავაყენებთ Airbox-ის თავს. აქედან მოდი პატარა კაცო რომ დაგაკაცო. ეგ იყო წეგან გაწეული წესით. ახლა ხო აღარ სულ სამაგეროს ეს ხმა მომეწონა უკა. გაკეთდა. აწყო გიომ ყველაფერი და ნახოთ პირველი ხმა. აბა გასწიeci. ოიცადე, ხოდა ხანი ცივია თან. გიო რას აკეთებ? რას ვაკეთებ და Airbox-ი ყველაფერი დავაყენეთ, ეგ Airbox-ი არის ვოზდუხამერის გარეშე და ეხლა უნდა გავაუქონოთ ვოზდუხამერი. და მივუთითოთ, რომ CSL-ის Airbox-ი გვყენია. ანუ ეს პროგრამაში არის ხალხო? იმ პროგრამაში ხდება ეს ყველაფერი, რომელიც წინაზე ვიყიდეთ იმის გამო, რომ ლიმიტი მოგვეხსნა და კიდე რაღაც გავაკეთეთ. ლიმიტი მოხსენით მოკლედ რა, წინაზე პროგრამულად და ნაყიდი გვაქვს პროგრამა, ეხლა CSL-ის Airbox-ი მივუთითებთ და ვოზდუხამერი რო არ აქვს, მაგასაც მივუთითებთ რა. და რო იმუშაოს გამართულად მოკლედ. ეხლა ძალიან ქარია, მანქანაც ცივია და რო გავივლი ნორმალურ ადგილზე გავაჩერებ და გადავიღებ უკვე როგორი ხმა აქვს და როგორი გამოვიდა და მოგეწონებათ თუ არა დაწერეთ რა. და ლაიქით არხი გამოიწერეთ.